ლევან ხაბეიშვილი გაუგნებული არის, რატომ არ სურს პროკურატურას დროულად ჩატარდეს სასამართლო პროცესები. ბრალდებული პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია სწრაფი მართვსაჯულება. დღეს ამ მიზეზის გამო ლევან ხაბეიშვილმა და მისმა ადვოკატებმა უდაოდ გაუხადეს მოწმეთა დიდი ნაწილი პროკურატურას. მხოლოდ ითხოვენ დაიკითხოს ის სამი სპეცრაზმელი, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური დაპირების გამო. ამასთან ერთად ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევაც ხაბეიშვილის პროცესზე არ მოხდება, რადგან ამასაც უდაოდ ხდის ხაბეიშვილი. მისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ დროულად გაიგოს პოლიტიკოს ეკრძალება თუ არა საჯარო განცხადებებისა და საჯარო დაპირებების გაკეთება. დღეს პროკურორთან არა ერთხელ ჰქონდა შელაპარაკება განსაზღვრელი სკამიდან პოლიტიკოს, რადგან დღეს არანაირი მტკიცებულება სასამართლოში პროკურატურამ არ წარადგინა. ჩემს საქმეში პროკურატურას ფარული გამერე ვინმესთან არ არსებობს, არის ყველაფერი საჯარო განცხადებებია პროკურატურაში. ხო და მე და მე იმაზე რომ რაღაცა საჯარო თქვი. ხო და ავიცი ახლა ჩემი როცა ჩანჩავს სასამართლოს ჩემი თხოვნა რომ სწრაფად დავიწყოს ბაბა ავიცი იცი რა პროკურორს მიმართ ახლა მე ვიგებ რომ სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი ფაქტობრივად ხო სასამართლო ჩანჩი პირველად ვაგებდა და ასლში ჩანჩი მაგრამ 4 დღეა ციფრი ფუნქცია კაცო 4 დღეა სასამართლო ვერ დაუწევ ალბათ რა ავიცი რა გაგვასწრო 3 წუთამდე დასრულდა საქმეება თუ ვინმე რამეს ამას ძალითაკ იმას სხვა რომ იმას კეროლოდი დიდათوار მე ზუსტად ის რომ მართალი ვარ და მე გამომდია გამოვისურვია მაგრამ ასე რომ იყოს და ვიღაცა ხო არა ესე უნდა იყოს ხო და ბალემინა რა კაცო ბალემის ეს ისე რა ქვია ბარცელონა რა просто ბოლო გავიგო რომ საჯარო ლაპარაკი დანაშაული არის ხო არა პოლიტიკოსის განცხადება დანაშაული ჩემთვისაც საინტერესოა თუ მეუბნებით რომ ეს არ უნდა თქვა და ეს დანაშაულია აგერობა ბატონო და საერთოდ შეცდოთ პირობითად საქმიანობა და მეწოდინება ვაყრანაში არ შეიძლება ლაპარაკიც კი რა ვიცი თუ ამას აპირებ რომ დააკარგო მაგრამ თუ მე ვთქვი რომ არ შეიძლება ლაპარაკი მეწოდა ახლა აღუწევი რომ ლაპარაკი რომ დანაშაულია არ ვიცოდი იმიტომ რომ თქვენს აპროტექტორ იმის დაწყებული ჩემი განცხადებები სექტემბერში დამოჭირდა 11 ივნისი თუ რაღაცა ივნისი ივლისი აგვისტო რას მელოდებოდი კაცო ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის შეფასებით თებერვლის დასაწყისში წესით ხაბეიშვილის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გაცხადეს, რადგან არაპირებს დაცვის მხარე, რომ პროცესები გააჭიანუროს პროკურატურამ. მითითება დღეს მოსამართლესაც მისცეს, თუ პროკურორი კვლავ არ წარადგენს მოწმეებს სხდომათა დარბაზში, მაშინ აუცილებლად მოსამართლემ მის ხელთ არსებული სანქციები გამოიყენოს. ხაბეიშვილის დედას ყველაზე მეტად რაც აინტერესებს პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი არის ის მოწმეები, რომლებიც სპეცრაზმელების სტატუსით სხდომათა დარბაზში მოვლენ და ისაუბრებენ რა განცხადების გამო იგრძნეს შეურაცხყოფილად თავები. ძალიან რთულია, როდესაც უდანაშაულო ადამიანი ზიხარ ციხეში და უდანაშაულობასთან ერთად საქმეში დევს მტკიცებულებები, რომელიც აი ფაქტობრივად შეუძლებელია ამ მტკიცებულების საფუძველზე ამბრალდებით რომელიმე მოსამართლემ დაწეროს გამომტყუნებელი განაჩენი. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვამბობ, სატელევიზიო ინტერვიუები, სოციალურ ქსელში არსებული ვიდეოები, საჯარო გამოსვლები აღნიშნულ დაკავშირებით ჩვენ საერთოდ შეგვიძლიათ რომ უდავო მტკიცებულება ჩავთვალოთ, ვინაიდან უნდა მოხდეს ამ მტკიცებულების სამართლებრივი შეფასება. ანუ პოლიტიკოსი რომელიც იძლევა პოლიტიკურ დაპირებას, პოლიტიკოსი რომელიც მოუწოდებს ადამიანებს კეთილსინდისეად ქცევისკენ, უნდა შეფასდეს სამართლებრივად. აქ გამოსაკვლევი არაფერი არ არის. ერთადერთი ველოდებით სამ მოწმეს, რომელთა დაკითხვაც მოხდება დიდი იმედი მაქვს 22 იანვარს. სამართლო პროცესების არ ვიცი რა ვთქვა, ეს დროის გაწევლა ალბათ ნერვებისა ლევანზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა ნამდვილად. ეხლა თქვენც უყურებდით როგორ განერვილდა ამ პროცესის გადადების. ეხლა ვფიქრობ რომ იმ გდდ-ს თანამშრომლებსაც ალბათ მოწმეთ მოსვლა
უჭირთ, იმიტომ რომ ადამიანს, რომელსაც ღირსება არ აქვს, იმას ღირსება ვერ შეელახება. მეც ვიყავი იმისთვის მზად, რომ მომესმინა იმათი ჩვენებები და აი ძალიან მაინტერესებს ადამიანს, მართლა რომელსაც ღირსება არ გააჩნია, ჩვენებას აძლევს აი მართალი ადამიანის წინააღმდეგ და უშვებს ციხეში. აი ესეთ ადამიანს ღირსება როგორ უნდა შეელახოს. არსებობდა მოლოდინი, რომ ლევან ხაბეიშვილი დღეს ისაუბრებდა თავდაცვის დაპატიმრებულ ყოფილ მინისტრთან დაკავშირებით. ბაჩუ ახალაიას ხელბორკილები ცოტა ხნის წინ დაადეს, თუმცა დღეს ხაბეიშვილს ვრცელი პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებია. ამ საქმეზეც მას არ უსაუბრია ბაჩუ ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით. დიდი ალბათობით ნაციონალური მოძრაობის დაპატიმრებული პოლიცსაბჭოს თავმჯდომარის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის თებერვლის პირველ ნახევარში მოუწევს.